სპეცსამსახურების ჩავარდნაზე ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და აქ დავაციტირებ იოსი კოენის, რომელიც იყო მოსადის უფროსი წლების განმავლობაში და ის დიდხანს ლობირებდა, რომ ღაზა შინბეთის იურისდიქციიდან გადასულიყო მოსადის იურისდიქციაში და ის ამბობს, რომ სპეცსამსახურების ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მას შემდეგ, რაც ისრაელი ღაზადან გამოვიდა, მას ადგილზე აგენტები პრაქტიკულად აღარ ჰყავდა. შეუძლებელია ჰამასის მიერ ეს მკაცრად კონტროლებულ ტერიტორიაზე ყავდეს ადამიანი აგენტად. აქ არა საუბარი სატელიტებით დაზვერვაზე და ტექნოლოგიების გამოყენებაზე და ის მან ეხა წიგნი გამოსცა. ან ხუმინტი რასაც ქვია, ხო, ამ ადამიანური ის საუბრობს, რომ მოსადის ეფექტურობის ერთ-ერთი მიზეზი და იმის გამო ისთვისაც ის თulis რომ საუკეთესო სადაზვერვო სააგენტოა მოსადი არის ის, რომ ამერიკულმა და სხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებმა შეწყვიტეს ადამიანების გადაგვირება აგენტებოდა, მთლიანად დამოკიდებული არიან კიბერთავდასხმებზე, ტექნოლოგიებზე და ასე შემდეგ და მოსადი არის ძველი ყაიდის სადაზვერვო სააგენტო, რომელიც აი ამ ადამიანების გადაგვირებით ირანში თუ სხვაგან ახერხებს ამ უმნიშვნელოვანესი და უძვირფასესი ინფორმაციის მოგროვებას, მაგრამ ღაზას ჰამასის კონტროლის ქვეშ მოქცევამ საერთოდ გამორიცხავს ამ ტიპის აგენტურული ქსელის ყოლა შიგნით. ის ასევე საუბრობს, რომ შინბეთი და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ამანი არის ტექნოლოგიურად ბევრად ჩამორჩენილი ვიდრე მოსადი და ამაზეც პირდაპირ საუბრობს თავის წიგნში, რომელიც ახლა გამოიცა.